კარფურში სპეციალურად საცხობი მაგიტომ არის განაპირა მხარეს, რომ ადამიანებმა ეს სურნელი იგრძნონ და შეიყვანონ. მაშინ გავიგე, რატომ არის ფასტ-ფუდებში და მოლებში ხმამაღალი და რიტმული მუსიკა იმისთვის, რომ სწრაფად გატარონ, სწრაფად მიიღო გადაწყვეტილებები, სწრაფად ჭამო, მალე გამოხვიდე და მაშინ დავინტერესდი ზუსტად და აღმოვაჩინე, რომ არსებობს სპეციალური ხელსაწყო, რომლითაც ხდება კვლევა, თავზე უმაგრდება ადამიანს, ის ნეიროიმპულსებს იწერს, რაღაცა შკალასავით კეთდება, რაც საბოლოო ჯამში მე კვლევა რო იდება, ან გადაწყვეტილებების მისაღებად ფაქტობრივად ერთგვარ გზამკვლევს აკეთებს. ეს რაღაცები ცნობილი არის, თუმცა მე ვამბობ, ძალიან დაწვრილმანებულად, ეს ყოველ შემთხვევაში ისე როგორც სტერეოტიპულად გავრცელებული არის, რომ თუ ნეირომეცნიერება იცი, წკავდა ყველაფერი იცი, ასე არ არის. საბოლოო ჯამში მაინც მიდიხარ იქამდე, რომ ეძიო შენს მომხმარებელს, რა სურს, რომელი ფსიქოტიპია, როგორი ცხოვრების სტილი აქვს, რაზე ოცნებობს. ნათქვამია ასე, რომ თუ კი შენ იმ დონეზე იცი, შენი მომხმარებელი, ძილის წინ რომ აქვს ის რაღაც 10 წუთი, სანამ დაიძინებს და მანამდე ფიქრობს, აი იმ ფიქრს თუ გაარტყამ და თუ მიხვალ იქამდე, რომ ისე კარგად იცნობ, რომ იცი რაზე ფიქრობს ძილის წინ, რაზე ოცნებობს და რისი ეშინია, უკვე შენ იცნობ, მასზე შეგიძლია უკვე იმუშაო მის ღირებულებათა სისტემაზეც, მის გამოწვევებზეც და დაეხმარო მას, რომ მეორე დღე და ხვალინდელი დღე კონდეს უკეთესი.